რა გვაქვს, ესე იგი, ისევ ცვლადი გვაქვს შექმნილი, ისევ input-ი, შემდეგ ტექსტი გამოისახა, რომ შეიყვანე number რიცხვი და შემდეგ მიბეჭდავს ამ x-ის ტიპს, ანუ ამ ცვლადში არსებული მონაცემის ტიპს. გავუშვათ მაგალითად და პირველად შევიყვანე რიცხვი, როგორც წეგან შევიყვანე 26, ხო? დავაწყაბუნე enter-ს და ამ შემთხვევაში ნახეთ, დამიბეჭდა პირველად აი აქ დამიბეჭდა string-ი. იმიტომ რომ input-ით შევიყვანე, ანუ აქ კოდი იყო input-ი დაწერილი და აღიქვამს როგორც, ანუ ჩვენ რაც არ უნდა შევიყვანოთ, ყველაფერს გადააქცევს string-ად, რიცხვი იქნება ეს არაწესიერი რიცხვი იქნება, მთელი რიცხვი იქნება, არამთელი რიცხვი იქნება თუ რაიმე ტექსტი იქნება, ყველაფერს გადააქცევს string-ად, იმიტომ რომ აი ეს input-ს წერთ აქ. შემდეგ ჩვენი შეყვანილი ტექსტი, ამ შემთხვევაში რიცხვი ხომ შეინახა x-მა. x-ი გატოლებული არის უკვე integer-ს, ანუ x-ი გახადე integer x-ი. ანუ აქ რასაც შევიყვან, იმას გახდის integer-ს, ანუ მთელ რიცხვს. შემდეგ დამიბეჭდავს ამ x-ის ტიპს და შემდეგ უკვე მეუბნება, რომ ეს უკვე integer-ია, რომ ესე იგი ამ დავალებებში ჩვენ რა გვაქვს გასაზრდებელი, ის რომ უნდა გავარჩიოთ რომელი არის string-ი, რომელი არის integer, რომელი არის float-ი, შემდეგ boolean შემოდის და ასე შემდეგ. ესე იგი აქ გადააქცია უკვე ეს ჩვენი string-ი გადააქცია integer-ად და დაბეჭდა კლასი integer. და შემდეგ უბრალოდ დაბეჭდა ჩვენ რიცხვს დაუმატა 3 და ჩვენ თუ 26-ში შევიყვანებთ 26 დაუმატა 3 და დაგვიბეჭდა აქ 29. ახლა მოდი აი ეს რომ დავაკომენტაროთ, ანუ პროგრამამ ეს რომ არ წაიკითხოს, გავუშვათ ისევ run, მოდი ისევ შევიყვანოთ 26 და დავაჭირეთ enter-ს. აი აქ კი დამიბეჭდა string-ი, მაგრამ ქვევით უკვე შეცდომა დამიბეჭდა, იმიტომ რომ ჩვენი შეყვანილი რიცხვი პროგრამამ აღიქვა როგორც string-ი და ქვევით უკვე string-ს integer-ი ვეღარ დაუმატა. და მაგიტომ არის შეცდომა, ამიტომ ჯერ უნდა გადავაქციოთ string-ი integer-ად და შემდეგ დავუმატოთ 3, ამიტომ აი ეს მინდა რომ დაგენახათ. აი გავუშვათ, ახლა დავწერეთ 25 enter. პირველი არის string-ი, შემდეგ გადაქცეული integer-ად integer და შემდეგ 25 დამატებული 3 28. next